თავიდანვანებოთ. მასკის განცხადება იყო, რომელიც სერიოზულად იცით თქვენ, ძალზე სერიოზული ადამიანია, ვინ რა იცის მასკის შესახებ ვერ გეტყვით, მაგრამ მე შემიძლია ძალიან ღრმად ვისაუბრო და მე მალე ვისაუბრებ ერთ-ერთ გადაცემაში ახალი კონსერვატიზმის შესახებ, იმ დიდი ჯგუფის შესახებ, რომელმაც მოიყვანა ტრამპი ხელისუფლებაში და რომელიც არის მხოლოდ განხორციელებელი გარკვეული პროექტისა და სხვა ის არაფერს არ წარმოადგენს, მის უკან კი ძალიან დიდი ინტელექტუალური, ძალიან შეძლებული და ძალიან ინტელექტუალური, განათლების მხრივ და ცოდნის მხრივ უმაღლესი დონის ხალხია, მე ამას ყველაზე ძალიან მალე ალბათ მაქსიმუმ ერთ კვირაში 10 დღეში ვისაუბრებ ცალკე გადაცემაზე და მე გამაოგნა, როცა გამომიგზავნეს მასკის შეფასებები ამ ტვინგახვრეტილი ხალხიდან, რომელსაც სააკაშვილის მხარდაჭერები ქვია. ეს არის იდიოტიზმის ბოლო დონე, რომლის იქეთ არის ფსკერი და ფსკერს ვეღარ გაანგრევ, იმიტომ რომ ქვევით უკვე გასანგრევი არაფერი არ არის. ესე იგი, რაც მათ ევროპულ ორიენტაციას ბჭყალებში, ანუ იდიოტიზმს ჩამოყალიბებულს, იმიტომ რომ დღეს ევროკავშირს იმდენად დიდი პრობლემები აქვს და იმდენად დაკარგული აქვს პოლიტიკური წონა, რომ იქ გინდოდეს შესვლა, კეთო, მოიცათ, გადავიდეს ეს სოფლიო უბედურება, დაალაგდება რაღაც სიტუაცია, 1000-ჯერ გავიმეორე ანბანური რამ, სწრაფად ცვალებად გარემოში, არც გონიერი პიროვნება იღებს გადაწყვეტილებას გრძელვადიანს და არანაირ ვალდებულებას არ იღებს და არც სახელმწიფო არ იღებს. თქვენ მართლა ფიქრობთ, მე მზად ვარ ყველას გესაუბროთ, რომ დღევანდელი გადასახედიდან და ეს გადასახედი საკმაოდ შორ პერსპექტივას გულისხმობს ნატოს ან ევროკავშირის სამხრეთ კავკასიაში, სადაც სამი მთავარი სახელმწიფო და ორი რეგიონალური სახელმწიფო, ირანი და თურქეთი არ დაუშვებს, იმიტომ რომ ეს ეწინააღმდეგება ყველას ინტერესებს. თქვენ გონიათ შეერთებული შტატების ინტერესები და ევროკავშირის ინტერესები ერთი და იგივეა? გამოჩნდა რომ არ არის ერთი და იგივე. არის წინააღმდეგობა, არის სერიოზული წინააღმდეგობა. ესე ცალკე თემა დეტალურად გასარჩევი და მე ამას რამდენჯერ გავუსვი ხაზი, რომ შეერთებული შტატების ორიენტაცია პოლიტიკაში სხვა რამეა, ევროკავშირის პოლიტიკური ორიენტაცია უბრალოდ სუსტია, უუნაროა, არაფერი არ შეუძლიათ, მაგრამ პოტენციალი ევროპაში არსებობს, თუ კი ევროპა თავის კლასიკურ განვითარების სტადიისკენ აიღებს გეზს, ანუ ახალ ვითარებაში იგივე პრინციპებზე დაფუძნებული შეძლებს გარკვეული მოდერნიზაცია მოახდინოს მისი შიგა მდგომარეობისა და შეიძლება მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში მოხდეს, თუ იგი უარსიტყვის ნეოლიბერალიზმზე, უარსიტყვის გლობალიზმზე, უარსიტყვის საკუთარი უზარმაზარი საგანმანათლებლო სისტემის განადგურებაზე და ამ განადგურებაში ქართული ძალიან ძლიერი საგანმანათლებლო სისტემაც მოახვედრეს, რომელსაც გასალაშინება ჭირდებოდა, ცოტა სხვანაირ აქცენტების გაკეთება ჭირდებოდა, თუმცა ფუძე ძირი იყო საინჟინრო საბუნებისმეტყველო განათლება და ამ თემას თუ მივცემ გასაკანს დღევანდელი გადასახედიდან ევროკავშირი არანაირად არ არის მიმზიდველი საქართველოსთვის, კარგი ურთიერთობას წინ არაფერი არ უდგეს, საქართველოს აქვს სხვა პრობლემა, რომელიც დღევანდელი ასევე გადასახედიდან აშკარად მიანიშნებს იმას, რომ როგორც გეოპოლიტიკური სიტუაციის წარმოდგენა ქართულ ხელისუფლებას არ გააჩნია ხასუსვა. თუ შეგიძლიათ განსაკუთრებულმა მხარდაჭერებმა დღევანდელი ხელისუფლებისა, თუმცა ხელისუფლება არ არსებობს, არსებობს ერთი არაფორმალური მმართველი. შეგიძლიათ ერთი 2-3 წინადადებით არაფორმალური მმართველის მიერ შეფასებული საგარეო ვითარება
რომელიც მიგვანიშნებს იმას, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიცაც ის მიიღებს, იქნება ამ გონიერების ფარგლებში მიღებული. შეგიძლიათ მითხრათ ერთი სამ წინადადებაში, ძალიან მოკლე წინადადებაში ჩატეული აზრი. ვერ მეტყვით, იმიტომ არ არსებობს. მაშინ გადავიდეთ ახლა იმ ხელისუფლებაზე, რომელიც ფორმალურად არსებობს საქართველოში. მთავრობა, მთავრობის მეთაური, პარლამენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, შეგიძლიათ მითხრათ ან პრემიერ-მინისტრის, ან პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შეფასება პოლიტიკურ პროფესიულ დონეზე ვითარებისა და საქართველოს რას აკეთებენ სამაგიეროდ სპორტად გაიხადეს ამ deep state-ის ლანძღვა, ევროპული ბიუროკრატიის ლანძღვა და ამას ისე აკეთებენ თითქოს უნდა თავი მოაწონონ ქართველ ხალხს იმ ნაწილს, ამ ნაწილს არა, იმ ნაწილს, რომელსაც განსხვავებული ორიენტაცია გააჩნია. მაგრამ რომელი პოლიტიკური პროფესიული შეხედულება და სისტემა იძლევა იმ რეკომენდაციას, რომ თქვენ ნაცვლად პრაგმატული პოლიტიკისა ლანძღოთ ტრამპი და განა ტრამპს არ ლანძღავენ ჩვენი ხელისუფლები მხარდამჭერი ეგრეთ წოდებული ექსპერტები, ფილოსოფოსები იქნება ეს თუ სხვა ვინმე. შედეგი რა იქნება? შედეგი იქნება ცუდი, ხო სწორია? ანუ არასერიოზული დამოკიდებულება ქვეყნისადმი. ამიტომ ის რაც ხდება სხვადასხვა რამეებით იფარება. ერთ-ერთი ძალიან კარგი გადამფარავი თემა იყო რობერტ სტურუას მიერ დადგმული სპექტაკლი, საერთოდ არ მინდა ამ თემაზე ვისაუბრო, მაგრამ მშვენივრად გადაფარა გარკვეული სიტუაცია და ამასობაში წამოიწია თემა, რომ ბიძინა ივანიშვილის შვილი სასაული მოვლენა მსოფლიოში მალე მოგვევლინება როგორც ჩანს ქვეყნის მმართველად და ამას უკვე ნიადაგს უმზადებენ, ხო? ეხლა მე შემიძლია გითხრათ, მე ახალგაზრდა კაცის მიმართ არაფერი პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ იმისთვის, რომ მან სახელმწიფო მართვაზე პრეტენზიები განაცხადოს, მან უნდა გაიაროს ცხოვრებისეული გზა, მან უნდა აჩვენოს საქართველოს, რომ მას შეუძლია და ამას დაჭირდება არანაკლებ 10 წელი, 10-15 წელი, დააკვირდით რამდენი წლის არის და თქვენ შეიძლება მიიღოთ შედეგი, როდესაც ისე ტურიზმბო, რომელიც თავს ახვევია ხელისუფლებას, შეიძლება ავტომატურად გახდეს ამ სრულიად დამანგრეველი გადაწყვეტილების მხარდამჭერი, როდესაც შეიძლება შვილი მოგვევლინოს თითქოს ეს ბაგრატიონების, ჯერთი ბაგრატიონები ცალკე თემაა და ცალკე უბედურება იყოს საქართველოსთვის, მაგრამ ეხლა შეიძლება არა გვირგვინოსანი ბაგრატიონი მოგვევლინოს აქ, როცა მამა ისე გადასცემს შვილს, თითქოს ეს მისი სამფლობელო იყოს და შეეძლოს. ეს შეურაცხყოფა სახელმწიფოსთვის, ეს შეურაცხყოფა ქვეყნისთვის, ეს შეურაცხყოფა ისიც, რომ კონკრეტული პიროვნება 6 თვეში გენერალ-მაიორი ხდება და ამით ფაქტობრივად სპეცსამსახურებში, პოლიციაში და ასე შემდეგ დარწმუნებული ვარ. მე არა მაქვს ურთიერთობა ამ ორგანოებთან, მაგრამ დარწმუნებული ვარ. ძალიან შორს რო არ წავიდე, 10-ობით და 100-ობით ძალიან წესიერი ქართველი პროფესიონალი იქნება იქ, რომლებსაც არა მარტო თანამდებობას არ უმატებენ დამსახურების და მიხედვით, არამედ საერთოდ სათვალავში არ აყავთ, უბრალოდ თუ წავლენ, ემაზეც კმაყოფილი იქნებიან. მაგრამ ვიღაც მდინარაძე მოიყვანეს რაღაც მიზნით, არიქაა და არსებობს რაღაც სამხედრო წესები, არსებობს მორიგი ჩინის მინიჭების ვადები, დამსახურებები და ასე შემდეგ და გახატეს, ანუ ჩააფურთხეს სუნთში უამრავ ქართველ
სპეცსამსახურის და პოლიციის და ჯარის ნაწილებს, ჯარში არანაკლები კორუფცია, არანაკლები დამცირება, ძალიან სერიოზული სამხედრო კადრებისა, ძალიან სერიოზული, კიდე გეუბნებით, არაერთი ძალიან მაღალი კლასის სამხედროსთან მისაუბრია, რომლებმაც გაიარეს თუ გნებავთ შეერთებულ შტატებში ძალიან მაღალი დონის მომზადებები, მაგრამ როდესაც ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებამ მიზანმიმართულად დაიწყო ჯარის გრევა, ამ ხელისუფლებამ წარმატებით გააგრძელა. იქაც სრული უპერსპექტივობა არის წესიერი, ცოდნე და თავდადებული ადამიანებისა, თუ შენ კლანის ხელი არ გფარველობს, რომ აი ამნაირი ქვეყანა შევქმნით. ამიტომ მე გავიმეორებ ერთ ფრაზას, რომელიც უკვე ვთქვი, თქვენ გინდათ, რომ სხვისი შვილის წარმატებამ ეს ვისაც ეკუთვნის იმან მიიღოთ, ბოროტებამდე მიგიყვანოთ და სისულელეები წეროთ და ამ დროს გამოკრული გაქვთ თქვენ გვერდებზე ბიძინა ივანიშვილის და მიშა სააკაშვილის სურათები და ახლა მე გეკითხებით. თქვენ თუ ჩამოყალიბებული იდიოტები არ ახართ. შეიძლება მიშა სააკაშვილის სურათი გქონდეს გამოკრული, ბავშვები გეკავოს ხელში და შენ იმ ბავშვების წარმატება გინდოდეს, არა აქვს მნიშვნელობა თუ გინდა ბიძინა ივანიშვილის სურათი გქონდეს. ბიძინა ივანიშვილი შესანიშნავად პატრონობს თავის შვილებს და აგერ მალე ხელმძღვანელად უნდა მოგართვას ქართველებს ერთ ნაწილს, ქართველებს ჭყალებში, იმიტომ სეთურის დროს ეროვნება არა აქვს, უკვე ეს ბრბოა და მეტი არაფერი. ამიტომ წარმატება თუ გინდათ, მე განათლებაზე ვსაუბრობ რამდენი ხანია. საბედნიეროდ გავიარე ისეთი გზა, რომელიც ძალზე იშვიათად შეიძლება ვინმე გაიაროს. ჩემი წიგნებია. კვირას მე 8 საათზე ლექციას ჩავატარებ აქ ზუსტად სწორედ იმ თემაზე, რომელიც ჩემი ლექციების გაგრძელება იქნება და ძალიან საინტერესო თემაზე ჩავატარებ, იმიტომ რომ ეკონომისტებისთვის იქნება განკუთვნილი, მე ვისაუბრებ სრულიად განსხვავებულ არითმეტიკაზე, ვიდრე ჩვეულებრივი არითმეტიკაა. ამიტომ ვისაც მიაჩნია, რომ 2-ს მივუმატოთ 2 4-ია, ეს მიაჩნია ყოვლის მცოდნე ადამიანებს, თორე პროფესიონალი არასდროს არ გეტყვით თქვენ, რომ 2-ს მივუმატოთ 2 არის 4. პროფესიონალი იკითხავს, როგორია შეკრების წესი. იდემპოტენტურ არითმეტიკაზე და ალგებრაზე ვისაუბრებ, იმ სფეროებზე ვისაუბრებ, სადაც არამატერიალური სფეროა და ბალანსების შექმნა მოითხოვს არაჩვეულებრივ არითმეტიკას, საწარმოში როგორ დგება ბალანსი, მე მგონი ბევრმა იცის რა იხარჯება, რა ღირს და ასე შემდეგ, მაგრამ ისეთ სფეროებში, როგორც დაკავშირებულია მეცნიერებასთან, ასე არ ხდება და მე იდემპოტენტური ალგებრის მაგალითს მოვიყვან, რომელიც ძალიან გავრცელებულია საქართველოში, მაგალითი, კერძოდ სავალუტო ოპერაციები და მე არაერთხელ დამირეკა მშობელმა და მითხრა მე დაამთავრა სკოლა ჩემმა შვილმა და მეუბნება რომ აი ახლა უნდა შევიდეს კურსებზე, ბირჟაზე ისწავლოს ესე იგი ოპერაციების გაკეთება და ამით იცხოვროს, რადგან თურმე ამით დიდი ფული იშოვება. მე თავიდან ბოლომდე აუხსენი, რომ სკოლა დამთავრებულს და თუ გნებავთ ქართულ უნივერსიტეტში მოსწავლე სტუდენტს არანაირი შანსი არ აქვს ბირჟაზე ვაჭრობის წესებში გაერკვეს, იმიტომ რომ მე მოვიტან მაგალით, თუ რის საფუძველზე ხდება იმ ფუნდამენტალური წარმოდგენების შექმნა და ამას ჩვეულებრივი არითმეტიკა არ ჭირდება, იდემპოტენტური არითმეტიკა ჭირდება და როგორი უნდა იყოს ის პრინციპები, რომელთაც მიიღება შედეგი. ამიტომ რატომ გეუბნებით ამას? იმის ნაცვლად თუ რომ
ახალგაზრდები მეკითხებოდეს, რომ როგორ შეიძლება თქვათ მე ეს რამდენიმე ძალიან სერიოზულმა ახალგაზრდამ თხოვა, რას ურჩევდი მას თუ ისინი თავისი გარკვეული არჩეული გზით წავიდოდნენ. ცხადია, მე მოხარული ვარ ყოველი ასე კითხვისა და ყველას ვეხმარები, რაც კი შეიძლება. ამ მიშა გამოკრულ ახალგაზრდებს გეკითხებით, თქვენს საცუდოება. იმის ნაცვლად რომ კითხოთ რაიმე, იმის ნაცვლად რომ წესიერად ისწავლოთ საუბარი, თქვენ მამებს დავაფურთხეთ, სად გაიზარდეთ ამნაირები, ალბათ ოჯახი გაქვთ ასეთი, ხო? რაებს წერთ, რა სისულელეებს, საიდან იგონებთ ამ სისულელეებს და თქვენ გონიათ რაიმე ზემოქმედება აქვს ამას შემდეგ, იმ ქალბატონებს და გოგონებს მიმართავ, სად გაიზარდეთ, თქვენ საცოდავებო თქვენ. ამიტომ განათლება თუ გინდა, წარმატება გინდა, იქნებ იკითხოთ რაიმე, იქნებ რაღაც შემიძლია მაგალითები, ხომ კითხულობთ, რატომ გაბოროტებთ ის, რომ ჩემმა შვილიშვილმა წარმატებას მიაღწია, კიდე მიაღწევს სხვა, შვილმა წარმატებას მიაღწია ერთმა მეორემ. აბა რა იქნება? ჩვენ მთელი ცხოვრება გადავდეთ და ყველაფერი ჩავდეთ ჩვენ შვილებში, ყველაფერი. მიშა სააკაშვილის დროს ამ შუქურას დროს თუ რაიმე გაგვაჩნდა ყველაფერი გავყიდეთ და ჩვენ შვილებში ჩავდეთ რომ მათ არაფერი დაკლებოდათ ხო და თქვენ ახლა შემომიხდებით აქ და ჩვენი შვილები ჩელიაბინსკში შენი შვილები ჩელიაბინსკში კი არა დედა აქვთ უკვე ნატირები და გეყოლებათ თქვენი გადამკიდე თორე ბავშვები შეიძლება შესანიშნავი იყოს და წესიერ გზაზე ძალიან დიდი წარმატება მიაღწიონ მაგრამ თქვენნაირი მამებისა და დედების ხელში თქვენ შვილებს დედა აღარ ყავს უკვე ეხლა მთლად ქუთაისურად არ გეტყვით და უხეშად არ გეტყვით თუმცა გეკუთვნით თქვენ რომ უხეშად გესაუბროთ თქვენ გიდათ რომ თქვენი შვილები წარმატებული იყოს არ იქნებიან წარმატებული და თქვენ ახართ ამაში ყველაზე დიდი დამნაშავეები. ასე რომ საით წავიყვანე საუბარი, მე ავწერე სიტუაცია. საქართველო ამოვარდნილია ამ სიტუაციიდან. კიდე გეუბნებით, ნახეთ რაზე საუბრობს ყოველდღე მთავრობა. რაზე საუბრობს ყოველდღე ოპოზიცია. ეს ოპოზიცია თორე ქართველი ხალხი საღია თავის წიაღში ძალიან იმაზე უფრო საღია ვიდრე ბევრს გონია ქართველთა დიდი გაერთიანება სწორედ იმიტომაა შექმნილი რომ ამ საღ ადამიანებს მოუყაროს ერთად თავი ეხლა მოგმართავთ ყველას ვისაც ჯერ ვერ გაგიდგამთ ნაბიჯი ვინც ჯერ კიდევ გარკვეული საფრთხის გამო სიფრთხილის გამო აბსოლუტურად მისაღებია ეს მაგრამ ჩვენ ცოტა დრო გვაქვს ჩვენ ცოტა დრო გვაქვს რომ შევაჩეროთ და ბლოკირება გავუკეთოთ ამ ნეგატიურ პროცესებს ქვეყანაში. ამიტომ ქართველების ერთობა ერთადერთი რამ რომ თავარი არის არსებობდეს ქვეყანაში ძალა რომელიც ნეგატიურ პროცესებს გააჩერებს. აი როგორი უნდა იყოს ეკონომიკა მოწყობილი ხშირად მეუბნებიან იქნებ ბროშურა გაგვიკეთოთ რომ ჩვენ ხალხში ეს პარტია კი არ არის თქვენ ესე იგი პროპაგანდა დაგიწყოთ და აი არიქა ხმა მოგვეცით და მოდით აქ და ესე იგი გეუბნებით ქვეყანა თავზე გექცევათ მალე აღარ გექნებათ გიყიდიან ამ ქვეყანას ხედავთ რა ხდება თავისი შვილების წამოწევა უნდა და თქვენი შვილები სადაც არიან იმაზე უარეს ადგილზე იქნებიან მოდით ყველამ ერთად დავილაპარაკოთ რომ შესაძლებელი იყოს აგიხსენით არაერთხელ და კიდევ ამბობ. ეს ძალა შეძლებს იმას, რომ ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც აღიარებს ქართულ სახელმწიფოს, დამოუკიდებელ ქართულ არსად არ შეტენის, ვერავის ვერსად ვერ შეტენით თქვენ ამ ქვეყანას, ამას ნებას არ მოგცემთ ჩვენ.
ქართული ფანტასტიკური კულტურა, ქართული ხალხი, ქართული ენა, ეს არის მთავარი, ჩვენ შევთანხმდებით, დიდ შეთანხმებას გავაკეთებთ, მერე წესიერი საკანონმდებლო ბაზა შეიქმნება და ვინც გაიმარჯვებს, ის გაიმარჯვებს, ხმასაც ვერავინ ვერ ამოიღებს. აი ეს არ უნდა დღევანდელ ხელისუფლებას, დღევანდელ ხელისუფლებას უნდა ესენი მტრები არიან, მტრები თუა შეგაიკაცო ხელისუფლებაში ხარ, მე რას მთხოვ, მითხარ, მე დავიჭირო, მე გავასამართლო ჯერთი იჭერ იმ ხალხს, რომელიც არაფერს არ წარმოადგენს იმ დონეზე საფრთხეს, რომ ახალგაზრდა კაცი დასე შენ არ გაუკეთე ორგანიზება ამ პროტესტებს. შენ არ მიეცი ნება იმ პეტარდებით და იმით გამოსულიყვნენ და რუსთაველზე ის კონცერტები ეკეთებინათ. გასაგებია იქ ბევრი მოტყუებულია და არ იცის, მაგრამ ორგანიზატორები ხო თქვენ ხელში იყო ყველანი. ამიტომ ცოტა დრო რჩება, სხვა პერსპექტივა არ არის. პარტიებში თქვენ ვერ მოძებნით, რომელსაც შეუძლია ნეგატიური პროცესის დაბლოკვა, ამიტომ ეს უნდა გაკეთდეს ხალხის მეშვეობით, საღი ქართველების მეშვეობით. მე ყველას არ მოუწოდებ ჩვენთან მოსვლას, ჩვენთან მოვა ეს ხალხი, ვისაც ტკივა ეს ქვეყანა, თორე სურად გამოკრულ ბელადომანიით შეპყრობილი ადამიანები 100 წელი არ გჭირდება, მოეწყობა ეს ქვეყანა და იცხოვრეთ, მე აქ არავინ არ გერჩით თქვენ, მაგრამ იქნებით სამარცხვინოები, თქვენივე თავის თქვენ თვითონ შეგწხვებათ, გინ მიშა სურად გამოკრულებს და გინ ბიძინა სურად გამოკრულებს. თუ არა და ნახავთ, თუ არ იქნება ასე. ამიტომ თავარი არის ის, რომ ამ პრობლემებს როგორმე მოუაროთ. ქვეყნის შიგა პრობლემები გაცილებით უფრო საშიშია ქვეყნისთვის, ვიდრე გარე პრობლემები, იმიტომ რომ გარე პრობლემების ერთი სრულიად ჩვენგან დამოუკიდებელი, რომ იტყვიან მოწესრიგების გზა არის ის, რომ მთავარი მოთამაშეები თავიანთი ინტერესების ბალანსის ფარგლებში, მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრში მოცემულ სამხრეთ კავკასიას რაღაცნაირად დააბალანსებენ საკუთარი ინტერესების ფარგლებში. მაგრამ ჩვენ შიგა პრობლემები გვემუქრება. ჩვენ გვემუქრება პრობლემები, რომელიც უკავშირდება დემოგრაფიას და ხელისუფლებას, ეს თემა ფეხებზე კიდია. ჩვენ გვემუქრება წყვეტა განათლებაში, იმიტომ რომ განათლების სისტემა, რომელიც ქვეყანაშია და რომელიც ახლა რეფორმა გააკეთეს თუ აკეთებენ, რაც საერთოდ კურიოზულია, ეპოქა იცვლება, ტექნოლოგიური წყობა იცვლება 4 წელიწადში და წინა ხაზზე გამოდის არა ის როგორ არის რა თავარი მიმართულებებია, ესე ტურისტული ხაბი უნდა გახდეს, ხო კიდე რა უნდა გახდეს, ესე იგი სატრანსპორტო დერეფანი და ამ ბრიყბებს სრულ უვიცებს ეკონომიკისა, ფინანსებისა, მიაჩნიათ, რომ ეს არის ქვეყნის განვითარება, არ არის ესე. ქვეყნის განვითარება არის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ტექნოლოგიების შექმნა, ქართული აზროვნება არის საოცრად გონება გახსნილი. ქართულ ახალგაზრდებს შეუძლია ფენომენალური წარმატებების მიღწევა საბუნების მეტყველო და საინჟინრო სფეროებში, ეს არის ხვალინდელი დღის მომავალი. შეერთებული შტატები თავისი ამ ნეოლიბერალური წარსულის გამო ეხლა ცდილობს გაასწოროს ის, რაც დააზიანა და ამის გამო ჩინეთმა და ინდოეთმა და ირანმა მას გადაუსწროს სერიოზულად, მეცნიერული პრობლემები აქვს. სერიოზული პრობლემები აქვს, იმიტომ რომ თუ სოფლიოდან არ მოკრიბეს საუკეთესო ნაწილი იმ უნივერსიტეტებში, სადაც 4%-ია მხოლოდ საბუნების მეტყველო და საინჟინრო სპეციალობები, ამუზარმაზარ ქვეყანას არ ყოფნის სპეციალისტები. ამიტომ ის რაც არის ღერძი განათლებისა, საბუნების მეტყველო, საინჟინრო სპეციალობები, არის თანამედროვე სიტუაციებზე აწყობილი ჰუმანიტარული საგნები, რომლებიც არ შეიძლება ისე ისწავლებოდეს, როგორც ისწავლება საქართველოში. ჰუმანიტარული
განათლებისა და საბუნებისმეტყველო განათლების შერწყმა ხდება, რადგან ეს იძლევა ყველაზე დიდ ჰორიზონტს აზროვნებისა, ამის გაკეთება უნდა, ამას მსჯელობა უნდა. მანახეთ ერთი კაცი, ეგრეთ წოდებული განათლების სფეროში დაკავებული, რომელსაც სერიოზულ სამეცნიერო ტექნიკურ პროგრესზე უსაუბრია, რა განაპირობებს ამას, რა ჭირდება საქართველოს მომავალი ეს არის. განათლება და მეცნიერება, აწყობილი ინსტიტუტებია და ჩვენი ხალხის, ჩვენი ახალგაზრდების ფანტასტიკური ნიჭისა და უნარის განვითარება. ამის ნაცვლად ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამ ყველაფერს ანადგურებს. ყველაფერს ეშველება გარდა განადგურებულ განათლებას. რატომ? განათლების აწყობა წყვეტის შემდეგ სულ ცოტა მოითხოვს 2 ათეულ წელიწადს. და ჩვენ უახლოვდებით წყვეტას განათლებაში, რადგან მე არაერთხელ მithvams ძალიან გაღიზიანებული და ძალიან უხეში საქართველოში შორს რო არ წავიდე, თუმცა საინჟინრო ძალიან სერიოზულ საგნებთან მქონდა საკავშირი. შემიძლია გითხრათ, საინჟინრო სპეციალობებზე მოსწავლე ერთ სტუდენტს ვერ მომიძებნით, რომელსაც მე გადაუშვი იმ სპეციალობაში სახელმძღვანელოს და ის წაიკითხავს. კიდე მეორეს გეუბნებით, ძალიან უხეშად გეტყვით, ყველა იმ პროფესორს კი არა, რა ქვია, აკადემიური დოქტორი, ხო? ანუ სიაფანტობა, ხო სწორია? ვინ მოიტანა ეს სიაფანტობა? ქართულმა ხელისუფლებამ, წინა ხელისუფლებამ, რას ქვია? მეცნიერი თუ არ არის კაცი და თუ ის მეცნიერებაში არ არის და თუ მას წიგნები არ აქვს, აუდიტორიაში რა უნდა? წიგნები გააჩნია რა, თორე ზოგიერთი ისეთი წიგნი მაქვს დანახი ვაიჩენტერს, ხო? საბუნებისმეტყველო საგნებში. გარდა სპეცსკოლები თუ არ აქვს დამთავრებული, აი კომაროვის ტიპის და კიდე ქუთაისში არის ომე, ძალიან ვიწრო წრეს. ეხლა ღიად გეუბნებით, მანახეთ ერთი სტუდენტი ბოდიშს მოვიხდი, თუ საპირისპირო იქნება, ეკონომიკაზე და ფინანსებზე რომ სწავლობს, რომელსაც შეუძლია ეკონომიკაში და ფინანსებში აი დავანებოთ ტოპ უნივერსიტეტებს, თავი ნორმალური უნივერსიტეტის სახელმძღვანელოს წაკითხვა. არ არსებობს ასეთი სტუდენტი. არ არსებობს სტუდენტი, რომელსაც შეუძლია დღეს ქართულ უნივერსიტეტებში, სადაც ეკონომიკა და ფინანსები ისწავლება, დაძლიოს ერთმა კაცმა მაინც ის კურსი, რომელიც ფინანსების თეორია ქვია, ის კურსი, რომელსაც მაკროეკონომიკა ქვია თანამედროვე. აბა რაზე ვლაპარაკობთ? რის რეფორმას აკეთებთ? მენეჯმენტი, ტურიზმი, არა, სუფრის გაწყობა, იქ კიდე ბორდელებში მომსახურება, სასტუმროები, იგივე ნახევრად ბორდელებია, რესტორნები, ესაა ქართული ნიჭისა და უნარის განვითარების პერსპექტივა. ამითი გინდათ საქართველო გადარჩეს? მე გეკითხებით, ამ ხელისუფლების არ მაინტერესებს აბსოლუტურად უვიცი ხალხი არის საქმეში. თორე ისე დედიკოს უყვარს, ალბათ თითოეული მათგანი ახალგაზრდა ბიჭები არიან და ალბათ სახლში ძალიან უყვართ, ხო? ბუნებრივი. მე გეუბნებით, რასაც აკეთებენ. არაფერს არ აკეთებენ იმას, რაც ქვეყანას დღეს სჭირდება. აბა ვერ გავიგეთ, თქვენი შვილების მტერი ხართ? კიდე გეუბნებით, პარლამენტიდან გამოვედი, მე და ჩემმა მეუღლემ ყველაფერი გავყიდეთ, თუ რაიმე გაგვაჩნდა. 23 წელი დაქირავებულ ბინაში ვცხოვრობ თბილისში. უბრალოდ ჩემმა ქალიშვილმა და სიდამ იყიდეს ბინა, უფროს ჩვენთვის იყიდეს, თვითონაც იყენებენ, როცა ჩამოდიან, მაგრამ და შეგვიშვეს, ყველაფერი გავყიდეთ, რომ შვილებისთვის ჩავით. მე ჩემს მაგალითს არ მანძოგადებ, იმიტომ რომ ჩვენ სხვა არ ვიცოდით. შვილებისადმი დამოკიდებულება, მე ვერავის ვერ მოთხოვ, ასე მე გავთქვი ის, ამიტომ ვიღაც რომ შემოხტებით აქ და ჩემს შვილებზე რაღაცას დაწერთ, ან შვილიშვილებზე რაღაც ღმერთის ნაცახი ხუნდა იყოს თქვენში. დედა შენმა და მამა შენმა შენაირი უტოვინო რო არ გამოსულიყო, გაყიდა ყველაფერი და
იზრუნა იმისთვის ჩვენ გარდა იმისა რომ ყველაფერი გავყიდეთ მათ შორის ქორწილის ბეჭდები გავყიდეთ რომ ერთი თვე შეგვენახა ჩვენი შვილი სადაც იყო ლონდონში ამას ვერავის ვერ მოთხოვ მაგრამ ეს ჩვენ გავაკეთეთ იმიტომ რომ ჩვენ მეტი არ ვიცოდით და მთელი ცხოვრება განათლებაში გვაქვს გატარებული და შვილებს რა უნდა ვასწავლოთ და რა გზა მიგვეცა ეს ვიცოდით და გავაკეთეთ არანაირი ფასეულობა ჩემთვის რაიმე ნივთს არ აქვს და არასდროს არ მიცხოვრია იმ ცხოვრებით რომ შვილებზე და ოჯახზე წინ რაიმე დამეყენებია კარიერა ან რაიმე ვიყავი იქ ნახე სიგლახე წამოვედი და დაქირავებულ ბინაში გავაგრძელე ცხოვრება კომიტეტის თავმჯდომარე ფრაქციის ლიდერმა და ეხლა ამათ რო უყურებ მილიონერების ჯოგი შეყრილი პარლამენტში ძარცვავენ ქვეყანას და გამოდის პრემიერ-მინისტრი და ამბობს სისულელეს კომისია უნდა შევქმნაო და ფასები ვარეგულირო თქვენ ვის დასცინით რისი ფასები უნდა არეგულიროთ ხელისუფლება და ბიზნესი ოლიგარქიული ბიზნესი და ხელისუფლება შეკრულია ერთად და ერთად ძარცავს სახელმწიფოს ერთად ძარცავს მოსახლეობას დასავლეთის ორიენტაციაზე რომ საუბრობთ დიდი ბოდიში და რა ჩემი ფეხების დასავლეთზე ორიენტირებული ხალხი კარლ პოპერი გაგიგონია თქვენ წაგიკითხავთ მისი ფუნდამენტალური ვერ წაიკითხავთ უზარმაზარი წიგნია ძალიან რთული თავისუფალი საზოგადოება და მისი მტრები წაგიკითხავთ მთავარს რას ამბობს იქ ერთ-ერთ მთავარს როგორც კი ხელისუფლება და ბიზნესი ერთად შეიკრება იმ ქვეყნის მომავალი დასრულებული. კარლ პოპერი მე მგონი გაგონილი უნდა ქონდეთ ზოგიერთს მაინც რაღაც წარმოდგენა უნდა ქონდეთ, ხო? ფეხებზე კიდე თქვენ კარლ პოპერი და ყველაფერი, ხო? თქვენ დაფინანსება გჭირდებოდა და ეხლა მოიდგით წელი და რასაკეთებთ კომისია შექმნით რომ ფასები ბიჭო ეკონომიკა თქვენ არიცით ფინანსები თქვენ არიცით სახელმწიფო მოწყობის ცოდნა თქვენ არ აქვს როგორ უნდა გატარდეს მექანიზმები და რა მექანიზმები უნდა ამუშაოთ არიცით აბა მანქანაში ინჟინერი თუ არ არის და კონსტრუქტორი თუ არ არის და პოლიტიკაში ის კონსტრუქტორი პოლიტიკური და ის ინჟინერი პოლიტიკური არ არის ვინც სახელმწიფო კონსტრუქციას ააგებს როგორ უნდა იმუშაოს ამ სახელმწიფო ესე იგი მოგმართავთ ახლა ჩემს თანამემამულეებს მასხრად ხო ავიგდეთ 33 წელია საკუთარი თავი მასხრად ავიგდეთ ქვეყანა ეს ხელისუფლება არჩეულია 40%-იც არაა მთლიანად. საღ ქართველებს გეკითხებით. ბიჭო, ოჯახი ხო გიყვართ და გიყვართ, თავს დადებთ თქვენი შვილებისთვის. ხო და თუ არ გავაკეთებთ რაიმეს, შესანიშნავი პერსპექტივა აქვს საქართველოს. მით უმეტეს მას შემდეგ, რაც იგი მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრში მოექცა, სამხრეთ კავკასიასთან ერთად. ფუნქციის აღება შეიძლება. ეკონომიკის გამართვა შეიძლება, ყველაფერი გაკეთებულია, ყველაფერზე შეიძლება საუბარი და შემიძლია დიდი პასუხისგებლობით გითხრათ. არ მოიძებნება საქართველოში ჯგუფი, რომელსაც პროფესიულად შეიძლება ჩვენთან დიალოგის გამართვა. ჩვენ საკამათო არავისთან არ აგვაქვს. ჩვენ მზადა ვართ საქმეზე ვესაუბროთ ყველას. მაგრამ ამ საქმის მოსაუბრე სხვა მხარეს ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვხედავთ. დემაგოგია, ბელადომანია, ტყუილი, ძარცვა ქვეყნისა, რომელსაც იტანს ქართველი ხალხი. ფინიშია, ფინიში მოდის. დემოგრაფიული ფინიში მოდის. მეტი ხალხი აღარ დარჩება აქ. დასაქმებას არ გააკეთებს ეს ხელისუფლება. და
ხვალ მე შეიძლება ერთ გადაცემაში მივიღო მონაწილეობა, სადაც საუბარი იქნება იმ კეთილდღეობაზე ბჭყალებში, რომელსაც პროპაგანდას უწევს ხელისუფლება. თურმე როგორ ვითარდება ხელისუფლება, როგორ მდიდრდება ქვეყანა და მე მესმის ამ ხელისუფლების. დიახ, სეთურის ბრო ბოლომდე უნდა გასრისოთ. მალადეც, ყოჩახ. მაგრები ხართ. საკუთარი ხალხის ძარცვაში ხართ უმაგრესები. და ხალხი იტანს ამას, იმიტომ რომ წააქციეთ. ნაწილი. თქვენ გიგონიათ რომ ყველა წააქციეთ, მაგრამ ყველა ვერ წააქციეთ. თუ არ გჯერათ, თქვენ ამას დაიჯერებთ. მეც აღარ შეგაწყენთ თავს, უკვე გავიდა 1 საათი, აბსოლუტურად საკმარისია ამ ეტაპზე საუბრისთვის. კვირას 8 საათზე მე გავაკეთებ ძალიან საინტერესო ლექციას, პროფესიულ ლექციას, ეკონომისტებისთვის, ფინანსებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც აქვს მიდრეკილება ამ სფეროსადმი და თქვენ ნახავთ. ის სავალუტო ოპერაციები თქვენ რო გასწავლეთ და თქვენ რომ იცით ბჭყალებში, თორმე რა საფუძვლებზეა, რომლის შესახებაც თქვენ ნამდვილად არაფერი არ იცით. ამიტომ საინტერესო ლექცია იქნება. შემდეგ კი მე იმ კვირაში, ალბათ უფრო კვირის ბოლოსკენ, ამერიკულ ახალ სრულად მიმართულებაზე, რომელიც რამდენიმე წელია ჩამოყალიბდა, ახალი კონსერვატიზმის იდეოლოგებზე, უძლიერეს და ძალზე ინტელექტუალურ ადამიანებზე ვისაუბრებ და თქვენ გეცოდინებათ ის თუ რა ხდება შეერთებულ შტატებში, სინამდვილეში და რა ელიტას ებრძვის. რაც შეეხება რუსეთს, გითხარით, არავინ არ იცის. იქ შეიძლება სისხლის ტბები დადგეს. იქ შეიძლება უზარმაზარი კრიზისი დაიწყოს და ვინც რუსულ სიტუაციას აკვირდება, მან იცის როგორი მიმართები კეთდება ამ ხელისუფლების მიმართ, რომელიც რუსეთშია, რომელიც 25 წელია ჩალპა თავიდან ბოლომდე. და თქვენ გინდათ მე დამაბრალოთ ის რომ, ესე იგი მე მინდა ჩელები, მეტი თქვენი პატრონი დედაც დიდიან პატარიანად, ვინც ასეთი სისაძეგლე დაგიწერიათ. მე ისევე წინააღმდეგი ვარ ევროკავშირში საქართველოს შესვლის, როგორც ნებისმიერ სხვა შესვლისა, სადაც არ უნდა იყოს. საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, ამას უნდა დაფასება, ამას უნდა განვითარება და არა იმ კრეტინული პოლიტიკის გატარება, რასაც 2003 წლიდან მე არაფერს ვამბობ შევარდნაძის მთავრობაზე. ის შევარდნაძის მთავრობა 92 წლის სამხედრო გადატრიალებით მოსული არის ყველაზე დიდი დამნაშავე და წინა ხელისუფლება და დღევანდელი ხელისუფლებაც არის შევარდნაძის ხელისუფლების პირბშო და წარმატებით გამგრძელებელი იმ დამანგრებელი საქმისა, რომელიც შევარდნაძემ, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა შევარდნაძემ მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 1972 წლიდან, რომელიც მე შესანიშნავად მახსოვს. კარგად ბრძანდებოდეს, ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ წმინდა საქმეში.